უშედეგოდ დასრულდა ხაშურის სალიანდაგო სამსახურის გაფიცული თანამშრომლების და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების შეხვედრა. ერთსაათიანი მოლაპარაკების მიუხედავად მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. რკინიგზის წარმომადგენლებმა გაფიცულებს ხელფასის 50 ლარით გაზრდის პირობა მისცეს, თუმცა რკინიგზელები ამბობენ, რომ შეთავაზება არასაკმარისია. რა მოთხოვნები აქვთ გაფიცულებს და რა ხდება ამ წუთებში ადგილზე? ნოდარ სხირტლაძე ჩაგვერთვება ხაშურიდან პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გისმენთ? ხაშურის სალიანდაგო დისტანციის სამმართველოს 800 თანამშრომლების სახელმწიფო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვით კვლავ გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის მინიმუმ 30%-ით გაზრდას მოითხოვენ. დღეს ხაშურის სამმართველოს თანამშრომლები შეხვდნენ რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და გააცნეს საკუთარი მოთხოვნები. რკინიგზის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ფონდი ამ რანგის მუშებისათვის ხელფასის მხოლოდ 50 ლარით მომატების საშუალებას იძლევა. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლების დაპირება მიუღებელი აღმოჩნდა მუშებისათვის და ისინი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებას ითხოვენ. ვერ მოვითხოვთ ხელფასის მომატებას. ჩვენთან სამუშაო არ შემცირდება, არ შეიძლება შემცირება. სულ ლიანდაგში უნდა იყოს, უნდა აკეთო ყველაფერი. სულ კირკალაფად გამოგჭიროს ხელში რომ ლიანდაგი იყოს და მატარებელმა გაიაროს კარგად. არ ჩავარდეს და ვარი არ მოხდეს. რა ჩვენ ვითხოვთ, ესენი თავაზობენ ჩვენის არ გვაწყობს. 50 ლარი მათხოვარი ხო არ არის ხალხი. სწორსაბობენ რომ გაუთანაბრეთ ხელფასი 600 ლარი ხო მე სხვა თხოვენ. ხო მოხდეს რომ ესერი რო საქმეს აკეთებენ კირიგზაში წვიმა თო ამაც კი სერზია ყველაფერი. გრომინდა რომ განვიხილო ეს სახელმწიფო ფონდია, უნდა სახელმწიფო ფონდი დარეგულირდეს და გავითვალისწინოთ სულ ბიუჯეტი ამ 2 კვირის წინ დამტკიცდა. შესაძლებლობებია მოსანახი, რომ ის რაც მოთხოვნაა ხომ ხელფასზე, რომ ფონდში მოხდეს. როგორც რკინიგზის თანამშრომლები ამბობენ, მოთხოვნების შეუსრულებლების შემთხვევაში უკიდურეს ზომებს მიმართავენ. უკვე 2 დღეა ხაშურის სალიანდაგო დისტანციის სამმართველოს 800 თანამშრომელის სამუშაოზე არ გასულა. მადლობა. ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა ხაშურიდან. სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები გაფიცვის შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებენ.